პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა კახეთში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით შექმნილი საგანგებო შტაბის მორიგის ხდომა გამართა. სტომათელავში ჩატარდა პრემიერ-მინისტრმა შტაბის წევრებისგან მოისმინა ანგარიში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების და დაზარალებულების დახმარების 6-პუნქტიანი გეგმის შესრულების შესახებ. პირველ კატეგორიაში, მეორე კატეგორიაში, მესამე კატეგორიაში. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. მე აღარ ვისაუბრებ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, დასუფთავებაზე. მე მინდა კონკრეტულ თემებზე ჩვენ გავაკეთოთ დღევანდელი შეხვედრის კონცენტრაცია. რა სიტუაცია სახურავების გადახურვის დაკავშირებით. მოგახსენებთ ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მასშტაბურად დავიწყეთ ჩვენ სახურავების შეკეთება. უნდა ითქვას, რომ დღეის მდგომარეობით ყველა რაიონში დაზიანებული სახლების 80%-ზე უკვე შესულები ვართ. ქალაქ თელავში დაახლოებით 700 სახსრების უკვე მუშაობა, ასევე მის რაიონებში. მაგალითად ლაგოდეხის რაიონში 169 დაზიანებული სახლიდან 34 უკვე დასრულებულია, 100-ზე მიმდინარეობს მუშაობა და ფაქტობრივად ძალიან მცირე ნაწილი გვჭირდება. გურჯაანის რაიონში 600 დაზიანებული სახლიდან უკვე დაახლოებით 100 სახლი დამთავრებულია და 200 სახლზე მიდის ინტენსიური მუშაობა. ასევე ყვარელში 100 დაზიანებული სახლიდან 60 სახლი დაზიანებულია, 20-ზე მიდის მუშაობა და რჩება ძალიან მნიშვნელოვანი რაოდენობა. მე ვფიქრობ, რომ დაახლოებით 20 დღეში ამ კუთხით საქმე უნდა იყოს ერთად გადაწყვეტილი. როგორც კი ჩვენ როგორც სახურავებს დავთვალოთ, ავტომატურად ის ბრიგადა უნდა გადავიდეს მეორე სახლში, რათა არც ერთი სახლი არ დარჩეს ყურადღების გარეშე. სურსათის დარიგებასთან დაკავშირებით, იქნებ გითხრათ, მოკლედ, რამდენი დარიგდა, რამდენი დარჩა და როგორ მიმდინარეობს ეს. უნივერსიტეტის პროექტის ყველა სახე ფაქტობრივად კახეთში შემოდანილია და მიმდინარეობს ინტენსიური დარიგება. ქალაქ თელავის მოსახლეობისთვის 80% უკვე აფიქსებულია. თელავის სოფლების და დანარჩენი სამუნიციპალიტეტის 60%-ს უკვე მიღებული არის დახმარება და 4 დღის განმავლობაში მთლიანად იქნება აფიქსებული დაზარალებული მოსახლეობის ყველა სახის სურსათის. მე მინდა გამგებლებს და რწმუნებულებს მივცე 10 დღის ვადა, რომ დავასრულოთ 10 დღეში დაზარალებულების რეგისტრაცია. ვინმე ექცევა პირველ კატეგორიაში, მეორე კატეგორიაში, მესამე კატეგორიაში. 10 დღის ვადის ამოწურის შემდეგ გთხოვთ, რომ სიები გადავცეთ ჯანდაცვის სამინისტროს. ჯანდაცვის სამინისტრომ უმოკლეს ვადაში ბანკის მეშვეობით დაიწყოს ფულადი კომპენსაციების დარიგება და პრაქტიკულად ერთ კვირაში უნდა დასრულდეს. რაც შეეხება კრედიტები, უკვე გადავადებულია და თუ ვინმეს, ასე ვთქვათ, შეექმნა გარკვეული პრობლემები, რომელიმე დაზარალებულს, ვისაც პრობლემები აქვს კრედიტის გადავადებასთან დაკავშირებით, გთხოვთ მიმართონ რწმუნებულებს, გამგებლებს და ჩვენ ამ პრობლემას აუცილებლად გადავუწყვეტავთ. მე მესმის, რომ თქვენ ძალიან ბევრი საქმე გაქვთ, მაგრამ 1 სექტემბრამდე დავასრულოთ იმ სტუდენტების რეგისტრაცია, ვისაც არ აქვს სახელმწიფო გრანტები და ვისაც პრობლემა აქვს ფულის გადახდის, ჩვენ 1 სექტემბრამდე უნდა დავაზუსტოთ სიები, ოდენობა ამ გადასახადის რესტრუქტურიზაციის საკითხთან დაკავშირებით. მე როგორც ვიცი, შხამქიმიკალ და დიზელის დარიგება პრაქტიკულად დასრულდა. თუ ვინმე დამოგრჩა, პუნქტები კვლავაც აგრძელებენ მუშაობას და სანამ ყველა თითოეული ადამიანი, თითოეული დაზარალებული არ მიიღებს შხამქიმიკალს და დიზელს, იქამდე ეს პუნქტები არ შეწყვეტენ ფუნქციონირებას. ჩვენ ამით არ შევწყვეტ ჩვენ ღონისძიებებს, ჩვენ ვიქნებით აქ, გავაგრძელებთ მუშაობას და მაქსიმუმ ხარში ამოვდგებით თითოეულ დაზარალებულს, რათა შეუსრულოთ ის დანაკარგი, რომელიც მათ მიიღეს ამ დღეების განმავლობაში.